საპარლამენტო ასამბლეის სესიის მოსამზადებელი სხდომა საქართველოს საკითხზე გაიმართება აქ დებატები რა გზავნილებს მოვისმენთ ვენაში იმიტაცებული არჩევნებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ვენაში იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საღამოშიდობისა თინა, მადლობა ჩართვისთვის. რა შეკრებაა ეს და რას ელის რას უნდა ელოდოს საქართველოს კრიტიკული საზოგადოება ამ შეკრებიდან? მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვის შესაძლებლობისთვის. დღეს და ხვალ ვენაში ტარდება EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელი სესია ერთგვარად, რომელიც ამზადებს მათ შორის დოკუმენტებს, რეზოლუციას, რომელიც მიიღება წლიურ სესიაზე და ეს წლიური სესია გაიმართება უკვე ივნისში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისე როგორც ეს მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და პრაქტიკულად ყველა სხვა საერთაშორისო ფორუმზე, აქაც საგანგებოდ მოხდეს საქართველოს საკითხის განხილვა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. ყველას ძალიან კარგად ესმის და ამაზე არანაირი კითხვები არ არსებობს, რომ დღეს საქართველოს ყავს ავტოკრატიული მმართველი, ავტოკრატიული რეჟიმი, ივანიშვილის რეჟიმის სახით და ასევე ის, რომ გამოსავალი რეალური და ერთადერთი არის თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეაც საკუთარი დებატის ფარგლებში, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ბუნებრივია დამნაშავეების დასჯას. იცით, რომ პრია კაუმა, EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აპირებდა ვიზიტს საქართველოში, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს არ მიეღო საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მან გააუქმა საკუთარი ვიზიტი. ეს იყო ძალიან სწორი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების ფარგლებში ახლა უკვე მნიშვნელოვანია, რომ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელოს ახალი არჩევნების აუცილებლობაზე, როგორც ერთადერთ გამოსავალზე ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ეს რა გავლენის მქონე გადაწყვეტილება იქნება? ჩვენ ხედავთ, რომ ჩალისფასი აქვსო ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზეც კი ქართული ოცნება ამას ამბობს. ისიც ვიხილეთ, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას აქვს ხმის პრობლემა, ხომ? სტრასბურგში 4 თვეში ერთხელ შეკრებების დროს, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იქნება ეფექტის მქონე, ან იქნება თუ რა რაიმე ისეთი, რაც რაღაცა ტიპის გავლენას მოახდენს ქართული ოცნების ქცევაზე თუ რიტორიკაზე? ნინო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ამ საერთაშორისო გადაწყვეტილების ერთობლიობა, ასე ვთქვათ, ისევე როგორც განგრძობადმა პროტესტმა საქართველოში და ეს უპირველესი ამოცანაა, სწორედ ამ პროტესტის შენარჩუნება, ამ ორმხრივმა წნეხმა უნდა მიგვიყვანოს საბოლოო შედეგამდე და ეს არის რეჟიმის იძულება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. როგორც ხვდები, უკაცრავად ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი სივრცე, საიდანაც ქართული ოცნება მიიღებს ამ რეკომენდაციას, ხომ? ეს არის ძალა ამ სივრცეს. მოწოდებას იმისთვის, რომ საერთაშორისო წნეხი გაიზარდოს, იმისთვის, რომ ივანიშვილს კარგად ესმოდეს, რომ შეუძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობა მასთან აღადგინოს ურთიერთობები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება დაკომპლექტებული მიუკერძოებელი ადამიანებისგან, თუ სუსი არ იქნება არჩევნებში ჩართული, იმიტომ რომ ახლა სულ რამდენიმე წუთის წინ მე და გიგი წერეთელმა, რომელიც მოგეხსენებათ, იყო EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მრავალი ხნის განმავლობაში და ეს პრინციპში საპარლამენტო დონეზე მრავალმხრივ ფორმატებში ყველაზე მაღალი პოსტია, რომელიც საქართველოს წარმომადგენელს ოდესმეც კი დაუკავებია და სხვადასხვა მაშინაც კი მე მახსოვს რუსული ოცნების წარმომადგენლები რამდენად არასახელმწიფოებრივად იქცეოდნენ, როდესაც ცდილობდნენ, რომ მისი არჩევნები ისთვის ხელი შეეშალათ. ახლა გამოვედით ამ წუთებში შეხვედრიდან, რომელიც გვქონდა
პრეზიდენტ პია კაუმასთან, ასევე საქართველოს საკითხებზე და ზოგადად კავკასიის საკითხებზე ეუთო საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთან და ზოგადად მთლიანად პრეზიდენტის კაბინეტთან და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება ამ თამაშის წესებით და იმ ფორმატში, როდესაც წინსწრებად გადაწყვეტილი აქვს რეჟიმს, რა შედეგი უნდა დადგეს. ახალ არჩევნებს აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩატარდება მართლაც თავისუფალ სამართლიან გარემოში, სადაც არსებობს იმგვარი თამაშის წესები, სადაც შესაძლებელია თეორიულადაც კი რეჟიმის მშვიდობიანი ცვლილება ყოველგვარი დაშინების გარეშე, ყოველგვარი ამომრჩევლის ნების კონტროლის გარეშე, ყოველგვარი რეპრესიების გარეშე, პერსონალური მონაცემების დაცვა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ახლა ვიცით, რომ არც ერთი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები არ იყო დაცული და ტოტალური წვდომა ჰქონდა ხელისუფლებას იმას თუ ვის ყავდა მაგალითად ოჯახის წევრი საპატიმროში, ან ვინ მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებაში, ან ვინ იყო სოციალური დახმარების მიმღები და ასე შემდეგ. ყველა დეტალი იციან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და ესმით, რომ არჩევნების ჩანიშვნა ნიშნავს არა მხოლოდ ახალ თარიღს, არამედ ახალი თამაშის წესებს. სადაც დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ, რომ არჩევნის ნების კონტროლის გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც რეალურად იქნება. კი ბატონო, და შევახსენოთ აუდიტორიას, რომ ეს ის ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს არჩევნებს, ევთოდირის დასკვნას აქვს წონა პროცესში, ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელია ხოლმე შედეგების ლეგიტიმაციის აღიარების, ამიტომ მნიშვნელოვანია მან მიმდინარე ყველა სიახლე. თუმცა აქვე ვიდრე დაგემშვიდობებით მინდა ვიკითხო, რას ცვლის თქვენთვის როგორც ერთ-ერთი მსხვილი ქართული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, ლიდერისთვის ის რიტორიკა, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს პარტნიორი ქვეყნის ლიდერს ტრამპს აქვს ჩვენი პარტნიორის ასე ვთქვათ ჩვენ რომ გულშემატკივრობთ იმ ქვეყნის მისამართით უკრაინას გულისხმობ და ზოგადად აი ამ ახალ დღის წესრიგში სად ხედავთ ამ წუთში ოპოზიციური აქტივობების როლს. ამ კითხვას ვსვავ იმიტომაც, რომ თქვენ ესწრებოდით, ძალიან კარგად გვახსოვს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა ამოცანად, რომ ყოფილიყო ყველგან, სადაც სამომავლოდ შესაძლო იყო გარჩეული იყო საქართველოს საკითხიც. აი ახლა როგორ ხედავთ თქვენს აქტივობას, პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისა სამომავლოდ ამ თვალსაზრისით? ნინო, უღრმესი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ რეალურად პასუხი ამ კითხვაზე გადაწყვეტს არა მხოლოდ საქართველოს ბედს, არამედ მთელი რეგიონის ბედს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ ახალი ადმინისტრაციის პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს ინტერესები იყოს დაცული. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველოს საერთაშორისო წესრიგზე წესრიგში არ არის, არ ფიგურირებს როგორც განხილვის საგანი, ამაზე მიუთითებს მათ შორის ის რომ რუსული ოცნების დელეგაციის წევრები აღარასოდეს არიან მიწვეული არც ინაუგურაციაზე, საინაუგურაციო ღონისძიებებზე, არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, არც დავოსში, სადაც განიხილება სოფლიო ეკონომიკური და ფინანსური საკითხები და თუ ჩადიან სტრასბურგში ან ვენაში სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებზე ჯერ კიდევ ფორმალურად, თუმცა სამომავლოდ შეიძლება იქაც აღარ იყვნენ ხოლმე მიწვეული, ჩადიან მხოლოდ იმისთვის, რომ მოისმინონ ძალიან მწვავე კრიტიკა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ დასავლეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან დავიცვათ საქართველოს ინტერესები. ხვალ ჩამოდის ამერიკის დელეგაცია აქ ვენაში ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩანიშნული ორმხრივი შეხვედრები ამერიკის დელეგაციის წევრებთან, მათ შორის კონგრესმენ ჯო ვილსონთან, რომელიც საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია და ადვოკატირებს პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული რესპუბლიკური ადმინისტრაციის, პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ განვიხილოთ სწორედ ეს საკითხები, მაშინ როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომელიც დიდ
გულის წუხილს იწვევს ჩვენთვისაც, ისე როგორც უკრაინელებისთვისაც, დღეს მე ახაც შევხვდი უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს. თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს ნინო, რომ ერთი არის ის განცხადებები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ბუნებრივია პრეზიდენტის და პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიშიდან, თუმცა შემდეგ უკვე უშუალოდ პოლიტიკა და ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკის შეერთებული გაატარებს მოლაპარაკებების შედეგად და ეს იქნება ძალიან განსხვავებული პოზიცია, რომელსაც კარგია, თუ ამის გჯერათ და თუ კი ესე იქნება ნამდვილად, დიახ. ერთი რაც ასევე აუცილებლად მინდა ვთქვა არის ის, რომ ევროპელებს ესმით, რომ ევროპის წონა უნდა გაიზარდოს, მათ შორის ამ მოლაპარაკებაში და შემდეგ ამ გადაწყვეტილების პროცესშიც. ამაზე საუბრობდა მათ შორის მაგალითად გერმანიის კანცლერობის კანდიდატი მერცი, რომელმაც თქვა, რომ ევროპამ არა ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ საერთო პოზიციებით და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ძლიერია ევროპის და შესაბამისად ასევე უკრაინის სამომლაპარაკებლო პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და საბოლოო ჯამში უკვე ვლადიმერ პუტინთან. ასე რომ მესმის, რომ ეს განცხადებები რთული მოსასმენია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ამაზე ჩვენ ასევე მუშაობთ, ხვალ შევხვდები როგორც აღვნიშნეთ ამერიკის დელეგაციას, იმისთვის რომ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესები იყოს დაცული ერთი და მეორე რომ ზოგადად რეგიონთან მიმართებაში პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში ისმოდეს ჩვენი ხმა, მაშინ როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაშია პრაქტიკულად.